გადაცემა Prime House იანგრევს ყველანაირ რეიტინგს. დღეს Prime House-ში ნახავთ. თანის მიერ შეთითქმული რაღაც. ატარების ტრაკატურზე ვერ ივლის. ჩემს გამოტახმოდი? ისეთი გაუგებარი იყო შენი მიზეზი. თალონი არის ჩაფსკვნილი. ლიზი არის ჩაფსკვნილი. რატო უნდა ვიჭვიალო? ფილმის ჭამაში მოგდით. სპორტები გავაკეთეთ. დაძაბულობა. ძალიან ნერვიულობ. გიორგი უნდა დამჟარი. დავიწყოთ გიორგის ფეილი. გავიგეთ არაკაციდან კიდე იმდენ რამეს აიხდება ფარდაი. გაიწყე და გამომიწე. რას მაიძულე ხო და გიორგი დავიღალე ყველაფერი იქნება დამოკიდებული მაყურებელზე. რეკ აი ვეღარ უგებთ ერთმანეთს და ეჭიდავები. ადამიანი რო გიღიმის მას სინამდვილეში რო ედანებია. პატრიკი იძახს რომ მე არ ვსურს უკვე მოგება საბრძოლველად რა თქმა უნდა მზად ვარ. აი ესე გიჭირავს გამარჯვება ვააშკარავებ. მეტი არაფერი. დილამშვიდობისა მეგობრებო, მოკლედ გავიღვიძე საკმაოდ ადრე. რაღაც სხვანაირი შეგრძნება დღეს Prime House-ში ყოფნა. დღეს უკვე რაღაცნაირად სხვანაირად ვგრძნობ თავს, თუმცა ძალიან მაგარია რა ერთი სიტყვით. აღარ არის ესეთი გლობალური დაძაბულობა, როგორიც იყო. როცა პროექტში ვიყავი მაშინ, რაც ძალიან מחარებს. უფრო სიმშვიდეა რა, მოკლედ έτσι სიტყვით. რა მომეტესობას მგონი გაუხარდა ჩემი და როის სტუმრობა. ხალხსაც გულშემატკივრებსაც გაუხარდათ და ძალიან მიხარია. სულ რაღაც ძალიან ცოტა ხანი დარჩა ფინალამდე. თქვენ რას ფიქრობთ, ვინ იქნება ფინალში? ვინ ორი ადამიანი იქნება ფინალში? ანუ საერთოდ ვინ გაიმარჯვებს თქვენი აზრით? წავედი ჩამოკარგებო კოცნით, დროებით და შემოგიერთდებით ისევ საღამოს. დილამშვიდობის დღეს ჩვენთან უფრო პოზიტიური და უცნაური დილა გათენდა, იმიტომ რომ ჩვენთან არის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დიდი ხანი ცხოვრობდა ჩემს ოთახში და ეს არის როიალი. დილა როგორც ყოველთვის პოზიტიურად დაიწყო. ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არის მე მგონი ცოტა დაძაბულობა, იმიტომ რომ შაბათის ლაივისთვის ცოტა კონკურსანტები ვნერვიულობთ, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი იქნება კარგად. თქვენც მოსულ ხართ დილამშვიდობისა საქართველოს დილამშვიდობისა რუსთავიორის მაყურებელო, ეს არის Prime House, იმიტომ რომ მე მიყურებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ მე ნახევარ ფინალში ვარ. მოკლედ მოვედი ჩემ ტრადიციულ სამზარეულოში. არაფერი არ იცვლება, პროექტი იცვლება ის, რომ პროექტი სრულდება, მაგრამ ის რომ ჭურჭელი დასარეცხია, ამაში არაფერი არ იცვლება. რაღაც დოზით ეპატიება ჩვენ მონაწილეებს, იმ რაღაცა წყალი არ მოდიოდა. ყავას დავლევ. ყველაზე კარგი ყავა, რომელიც ჩვენ გვაფხილიზებს, არის კოფესტა, იმიტომ რომ 2 თვის განმავლობაში დავრწმუნდი იმაში, რომ კოფესტა შეუძლია გამოგაფხილოს 2 წამში და კოფესტასთან ერთად გეტყვით იმას, რომ ვინც არიცით, ძველი მონაწილეები დაბრუნდნენ. ლიზი და როიალი დაუბრუნდა Prime House-ის სახლს, ოღონდ ისინი დაბრუნდნენ როგორც სტუმრის სტატუსით. ჩემთანაც რო დაუსვი ეს კითხვა, დაუბრუნდებოდი თუ არა ამ სახლში. გააჩინებინ იქნებოდა. მაგ შემთხვევაში თუ გიორგი ნაზღაიძე იქნებოდა, აუცილებლად დაუბრუნდებოდი.
მეორე მზე გამოვიდა გარეთ. ხვალ შაბათი დღე იქნება ძალიან ისეთი საინტერესოც გარდა იქნება ძალიან დაძაბული, იმიტომ რომ ყველა მონაწილე, სამივე მონაწილე შეიძლება რაღაცნაირად გადავიდეს ნახევარფინალში და მე მესმის კიდევაც, იმიტომ რომ 2 თვის განმავლობაში, როდესაც იბრძვი, მინდა რომ მოხვდე ნახევარფინალში და შემდგომ მოხვდე ფინალში. ერთადერთი ამბავი ის არის ცუდი, რომ პატრიკმა ესე ვთქვათ, ფარხმარი დააყარა თუ ნერვული ამბავია. პატრიკი იძახს, რომ მე არ მსურთო მოგება, არ მსურთ მონაწილეობა და საერთოდ არ მინდა რომ მიგულშემატკივრონ, რაზეც ჩვენ მონაწილეები ვცდილობთ რომ რაღაცნაირად გავამხნეოთ და მოვიყვანოთ კარგ განწყობაზე, იმიტომ რომ ხვდებით, რომ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს. ყველას აბსოლუტურად ზოგმა გამოვხატეთ ეს, ზოგმა არ გამოვხატეთ, მაგრამ ჩვენ 4-ვე ძალიან მძიმე პერიოდში ვართ ახლა. ეს ყველა ხოთი არიან. მე არ შემიძლია ეგეთები, მე არ შეცვლილ ვარ. ეხლა უნდა წავიდე კომოთ რამე დავლიოთ ხელი, იმიტომ რომ ცოტა აზრზე მოვიდე. არ არსებობს. აბა. იდე შენერს ხავ. ეგრეა, მამას ახლის მე დავრჩი და მაგორბელი რომ თიფიკროს რა, აი ვთქვათ, გიორგი სპეციალურად რეცხავს, რომ პლუსი ჩაწეროს. ამდენ ვისი პლუსი უნდა ჩავწერო, პროექტი ბოლოშია. ესე იგი სახში ხდება რაღაცა დაბალ დონეზე, თუმცა ნუ ჩემთვის ძალიან იგრძნობა დაძაბულობა. დაძაბულობგან ერთმანეთზე რაღაც განწყობილები კი არ არიან ცუდად. უბრალოდ შესტრესილები არიან. დასტრესილები კი არა, შესტრესილები არიან. მოკლედ, დილამშვიდობისა. ხვალ არის ლაივი და რაუთსაიდერი. ამჯერად ძალიან ნერვიულობ სხვა შემთხვევებში, რომ თავი დავანებოთ, იმიტომ რომ რაც უფრო ფინალისკენ მივდივართ, უფრო და უფრო იზრდება დაძაბულობაც, ნერვიულობაც და ასე შემდეგ. გუში მქონდა ძალიან მაგარი დღე. მომიყვანეს ეს დათუნია, რომ მარტო არ ვიყო თახში და ამაზე იზრუნეს ჩემმა გულშემატკივრებმა. გამომიგზავნეს უამრავი წერილი, სადაც მომხნევებენ და მეუბნებიან, რომ სანერვიულო საერთოდ არაფერზე არ მაქვს და ისევ დავბრუნდები ამ სახლში ლაივის მერე. ცოტა იყოს მეც შევეჩვიე მან გაურობას და ცოტა გამიჭირდება ალბათ დათმობა ამ ყველაფრის. ახლა უნდა მოვემზადო, მივდივართ სხვა შუა დღეში და წინ საინტერესო გადაცემა გველოდება. ბავშვები დავკპატიჟეს სხვა შუა დღეში, მეცინება ბავშვებს ვიძახით ჩემ თავზე, მაგრამ მივდივართ რუსთავიორში გადაცემა სხვა შუა დღეში, სადაც გვაინკველოდება ძალიან საინტერესო თემა და იმედია ჩვენც ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ. ბაჭაჭუნებო! სანამ მონაწილეები ემზადებიან, ჩვენ მოგიყვებით, როგორც ჩაიარა ჩვენმა პირველად დღემ პრაიმ. როგორ ჩაიარა და ყველაფრის მიუხედავად და ღიმილების მიუხედავად ძალიან დასტრესილები არის, ხო არიან? კი, ძალიან ეტყობათ მონაწილეებს, რომ დაძაბულობაა, იმიტომ რომ რაღაცა ოთახშიც იგრძნობა ეს ენერგეტიკა. ხო, ცოტა არასასიამოვნო ეს კი. დასტრესილი და დეპრესიო, სევდიანი არა, მაგრამ აი ხო იცი აი ადამიანი რო გიღიმის, მაგრამ სინამდვილეში რა დანები აქვს ზურგში. მოკლედ ჩვენ ვუყურებთ როგორ იბრძვიან ისინი მოგებისთვის და ძალიან წყნარად ლაღად ვართ ესე ბედნიერად. ცხოვრება ლაღია. ჩვენც ფაქტიურად იგივეს ვაკეთებთ, ვერთობით ფონდში ვართ, უბრალოდ ჩვენ არ გვადარდებს აი რაღაც დაძაბულობა. გავარდა. ჩვენ ახლა ცავთ, ვნახავთ როგორ არიან კიდე გვერდიდან გვერდში რო ვართ, მაინც ეს ვფიქრობ, რომ პირდაპირ ეთერშიც კი უფრო წყნარად არიან. ამიტომ წავიდე. Let's go. Let's go. მოკლედ მოვედი სხვა შუა დღეში ძალიან ლამაზ და ძალიან ნიჭიერ ადამიანებთან. ზუსტად ვიცი რომ ძალიან მაგარი ეთერი გამოვა, იმიტომ რომ
ესენი კი არ არიან კარგები. სამყაროები არიან ძალიან. როგორ ელოდებოდი? კლასიკა. გასწორდი. დიდებული მეორე ქართველი მოვიდა და დადგა. დიდი ქართველები შევიგრე. დადექი რომ ჩვენ უნდა ვიცეკოთ. მოკეთ მე შევა სტუდიაში და გელოდებით იქ უკვე 4 ეთერში. ახლა ისიც ყველაფერი 4-ია. ჩვენთანაც სხვათა შორის. მანამდე რა ვითარებაა, რა განწყობაა ახლა. პრაიმ ჰაუსში ახლა ჩვენ პრაიმ ჰაუსელებისგან გავიგებ და კიდევ ჟიურის წევრისგან ნოგი კოშკელიშვილი არის ჩვენთან, ანი ყიფშიძე. ანის გვერდზე არის არიელის კამი, რომელიც პატრიკს ეკუთვნის წესით და რიგით, თუმცა პატრიკი ჯერჯერობით არ ჩანს. საუბარი პატრიკზე ლაპარაკობენ. როგორ მოხდება რომ პატრიკის სპარტა. მე მაინც მოვე. ვისა დაიჭრება პატრიკის ადგილას? პატრიკი ისვენებს. იცით რა არის? პატრიკი არის ძალიან სერიოზული ადამიანი ხო ხდებით ახლა. ყველას თავისი პრობლემები აქვს. შეიძლება ყველა ადამიანები ვართ ვიღაცა ვერ შეძლოს მოსვლა, თუმცა მაგის შულები აქ ვართ. არ ვიცით უფლებას რომ არასწორად გაიგოთ პატრიკის ნათქვამი. ლიზი და როიალი პროექტის ბოლომდე შემოვიდნენ ჩვენ საგულს შემატკივროთ. ჩვენთან ერთად იქნებიან როგორც ჩვენი მეგობრები. აი, ბოკარიკი შემოვიდა სახში. გუში შემოვიდა რომ დამარი ძალიან გვიან ზუსტად ვიხდით რაღაც ამბავი ხდებოდა იმ რა ამ დროს არ შემოდის ჩვენი გოგო და შემოვიდა და ვიტყვა რომ სიურპრიზი მაქვს ჩვენის ორი ადამიანი ბრუნდება საფში ვინ ორი არ ვიცოდი და არიან ეს ორი ულამაზესი ორი თეთრები და ძალიან ძლიერი ორი მოწამე აგის ინტეგრირება რომ ჩვენ არ ვიქნებით გოგებისთვის უბრალოდ ცხოვრობ მონაწილეებთან ერთად. ივლის შაბათს არის 3 აუთსაიდერი და ჩვეულებრივად 1 მონაწილე დატოვებს პროექტს. ხოლო შემდეგი კვირიდან მეგობრებო იქიდან გამომდინარე რომ დარჩა ძალიან ცოტა მონაწილე უკვე ლაიქს და დისლაიქს აზრი არ აქვს, ამიტომ მე ავთო და ნინუცა დავისვენებთ როგორც იქნა. ყველაფერი იქნება დამოკიდებული თქვენზე ძვირფასო მაყურებლებო. როგორც იქნა მაყურებლის გადაწყვეტილებით იქნება ყველაფერი გადაწყვეტილი ამ შოუში. შემდეგ შაბათს 16 ივლისს ის მონაწილე დატოვებს პროექტს, ვისაც ექნება ყველაზე ნაკლები ხალხის ხმა. და დარჩება ორი ფინალისტი შემდეგ. ორი ფინალისტი და დღეს გავიგეთ ძალიან საინტერესო ამბავი, რომ თურმე ბოლო შანსი აქვს ჟიურის, რომ მიიღოს მონაწილეობა აუთსაიდერის გადარჩენაში. ჩვენთვის ახალი ინფორმაცია იყო ეს. ხვალ არის უკვე ლაივი, ძალიან ნერვიულობთ და უკვე ვეღარ მალავთ ვერავინ, პირდაპირ ვამბობთ, რომ ნერვიულობთ. აი ესე გვიჭირავს უკვე გამარჯვება და სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ამ ყველაფერს და გამოვედით სახლიდან, რაც მთავარია და ცოტა განვითვერთეთ. ჩვენ ორთგორიერი გამარჯვებათ, მე ვარ როიალ გოდინი, თქვენი წამყვანი. როგორც ახლა მეუბნებიან, ვაიმე. ბოდის გიხდით, როგორც ახლა მეუბნებიან პატრიკი ჭონიაშვილი დატოვა პროექტი, თუმცა ძალიან ცოტა ხნით ეს დაგვიბრუნდება ძალიან მალე და დაგიბრუნდებით ახალი ამბებით, როგორ არის მაგისი მდგომარეობა. მძიმე სიტუაცია საქართველოში, თუმცა ასევე არის კარგი ამბავი. გადაცემა Prime House-ი ანგრევს ყველანაირ რეიტინგს. კადრობრივ არის საუკეთესო გადაცემა, დაანგრე 1,400,000,000 ნახვა მაყურებელი TikTok-ზე. ასევე როგორც ხედავთ Facebook-ზე ერთდროულად უყურებს 100,000,000 ადამიანი, 50 მილიარდი ტრილიარდი YouTube-ზე, ეს არის რეკორდი, ნამდვილად საქართველოში არასდროს არ მომხდარა ეს ამბავი. რა მოხდება დღეს, რა მოხდება ხვალ, რა მოხდა გუში, მაგ ყველაფერს გაიგებთ Prime House-ში. ვიყურეთ, ვიხილეთ. გვაინტერესებთ. მოდის ინფორმაცია, რომ გიორგი ნაზღაიძე კიდე აპირებს ინტრიგებს. ასევე ჩვენ გვაქვს კადრი, მაგის ლაპარაკი ზოგიერთ პირებთან, როგორ ეუბნება, რომ გეგმავს ისა მაგის ამოტრიალებას და მაგის პასუხი მაგ საქციელზე იქნება თორე რა. ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერზე, კურიერზე შეგვერთება თვითონ როგორც არავინ სხვა უდიდესი უმაღლესი, უცარმათებულესი და უმოდელესი, უდიდესი, ეს რა ქვია, დიდარღარიბესი, ამტანესი, Prime House-ესი გიორგი ნაზღაიძე.
როიალ გამარჯობა როიალ. დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი სალომე, რომ მობრძანდით ქალბატონო სალომე და მოდის სალომე, ერთ-ერთი ფინალისტების ერთ-ერთი წევრი ქალბატონო სალომე. მოგესალმებთ, რა გვეტყვით, როგორი შეგრძნებებია, როგორი განწყობაა და რას ეილიცა ერთო. ძალიან ნერვიულობ, ძალიან ახლოს ვარ გამარჯვებასთან. და ახლა უფრო გაორმაგებულია ემოციები. ამ ლაივისგან ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს, არ ვიცი რატომ, მაგრამ კარგს მიგრძნობს გუნი ამ შემთხვევაში. სამჯერ გავხდი ჟიურის რჩეული, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ კარგით გვატყობინებენ რომ რეიტინგი დაგეცათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისაუბრეთ როიალ გესმით. შემდეგი ჩვენი სტუმარია ლიზა, მაგრამ ლიზა ვეღარ მოვა, იმიტომ რომ დროში ვიწურებით, ეს იყო კურიერი 9 საათი, ლიზიც მოვიდა, ლიზი კარგი გამოჩნდით კაცში. როიალ ეს არის ლიზი. გამარჯობა. მორჩა ლიზისთან ინტერვიუ, ეს არის 9 საათიანი კურიერი, ეს იყო Prime House-ის მონაწილეები, მე ვარ გიორგი ნაზღაიძე. მოკლედ ჩემო მეგობრებო, ასე დასრულდა სხვა შუადღე, ვთვლი რომ ძალიან კარგი, საინტერესო, რეიტინგული და წარმატებული იყო. ბავშვებო, როგორი იყო? მაგარი იყო! დიდები ჩემი მორჩილი ბავშვები, რასაც ეთქვი, ყველაფერს 5-იანი წამო ჭურჭელი დარეთ. როგორი იმონება? დაბრუნდი. სად წავიდა დედა? სად წაიღე დედა ჩვენ? ბატონსკი. ბავშვები აქ არიან, დედა არ არის. და ვერ გავიგე, ხან ისი არის, ხან ასია. პატრიკი არ მოსულა, არ უნდა მევედეს. რატო არ მოსულა ამდენი ხანი? Yes, ოჩა. კაფე გინდებიან. Out's the winner. მოკლედ დაბრუნდი Prime House-ში და ჩამდგები ფორმაში, ანუ ისე რომელ ფორმაში ისე ავოკადოს ტოსტები უნდა აკეთო? რა თქმა უნდა, აბარა, აღარ მხოლოდ რუსთავი ორმა ავოკადოს ტოსტები გახსოვს ჩემგან? არა, ჩვენ ბევრი შენგან კარგი რამ გვახსოვს. აი ეგრე, რომ არ ქონდათ ბავშვებს საჭმელი. როდის არ ქონდა? ფილმის ჭამაში მოგდის. როდის მოწორტები გავაკეთეთ და ორი დღეა ეხა ტორტებიო და გუშინ გააკეთეთ და ერთი ნაჭერიც არ დამიტოვეს. ვიცოდით, ვერ გავიგე. იცოდით, აბა. რა ვიცოდით, რომ მოდიოდით, Anyways, არც მე არ ვიცოდი. თქვენ რა გწოდოთ. ხო და მოკლედ იმას ვამბობ, რომ გპირდებით, რომ ჩავდგები ისევ და ისევ. აი გიორგი ჭურჭელს დარეცხავს ახლა და ლიზა გიორგი დაგვირეცხავს ჭურჭელს. პატრისია სამწუხაროდ არ ჩანს. თუმცა ველოდებით, მისი შვილები ველოდებით განსაკუთრებით. გამოჩნდება აბასიზა, სადრიფიგიან მოვა. მის მაგივრად წავსდექით აი გადაცემაშიც. აქაც მოვედით, ველოდებით, თუმცა არ. ანუ ჯერ შვილებმა დატოვეს დედა და ეხა დედამ დატოვა შვილები და ეს ტრიალდება ცხოვრება ხანდახან. მაყურებელს და ჩვენ პატრიკს უნდა რომ თავი მოგვანაწილოს და დაანახოს ყველას როგორი პოზიტივია პატრიკი ამ სახლში და პატრიკის გარშე როგორი ცოტათი არეულობა და ცოტათი დამძიმებული სიტუაცია. მე მგონი ეგ არის პატრიკის ჩანაფიქრი და დროზე დაბრუნდი ბავშვები გელოდებია. მე ამდენი რძი არა მაქვს ამათ ვაჭამო. სალამ ალეიკუმ. დაგვიბრუნდა ჩვენი პატრიშკო, მაგრამ თითქოს და რაღაცნაირად ისე მოწყენილია. იმედი მაქვს, რომ ხასიათზე მოვა. პატრიკ, ის მოიტანეს ბურგერების ყველაფერი. კი ვიცავ. არ გააკეთე? არა. საღამოს არ გააკეთე? არა. ბავშვებო, ტელეფონები! რუსთავერში ავი რაღაც თემები გაიჩნდა რა. ანუ თემა იყო ესეთი, რომ ამოვიდა გოგონა ტელეფონი და უნდა ჩაგწერო რაღაც კითხვები დამისვა და კითხვები იყო ესეთი, აი როგორ შეხვდიო ლიზას მოსვლასო, შენ ხო ლიზაზე ეჭვიანობდიო რა და მე ვუთხარი მეთქი. ლიზაზე ჩემი შეყვარებული იყო ლიზა, რატო უნდა ვეჭვიანო? ვეჭვიანობდი კი არა, რასაც ხედავდი ისე აღმოჩნდა პრახავის პრაიმ ტაიმში თვითონაც ხო გიორგი კი ვეფლირტავებოდიო. ვერა თუ რა აღმოჩნდა რომ თურმე მართლა ეფლირტავებოდა გიო ლიზას და აღმოჩნდა ის რომ მართალი ვიყავი ხო? ანუ ეჭვებშიც არ ყოფილვარ. მე ლიზაზე კი არ მიეჭვიანია. თუ ვეჭვიანობდი გიორგიზე. ლიზასთან რა კავშირი მქონა მე? და ეს იყო ჩემი სრული ფიქრები, რომელიც იყო სიმართლესთან დაფუძნებული და მე მგონი
ყველა არ მეეჭვიანია, სწორი გათვლები მქონია. არის რამოდენიმე კომენტარი, რამოდენიმე აზრი, რომელსაც რა ვქნა, მე ყველას აზრს ვითვალისწინებ, მაყურებელი ისეთი რაღაცაა, რომ ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და ხანდახან არის რომ მაგრად მაჭერენ რა, ანუ მაზოლზე ფეხს მადებენ და ისეთ რაღაცებს მიხსენებენ, რომ თითქოს რაღაცა რო გაქვს დაშავებული და მე ვფიქრობ, რომ ნეტა ეს რა დამნაშაულია. Prime House დაეტყო აუთსაიდერების დღის მოახლოება. პატრიკი რაღაც განცდებშია, სალომემ დილით ადრე გაიღვიძა, უცებ მოწესრიგდა და ჩიტივით გამოიყურებოდა. მე როგორც ყოველთვის ისევ აქტიური ვარ, ისევ ხოძზე ვარ და ბებერიანჩო ხოძზეა. ალო. ქალბატონ ნუკის ვესაუბრები? ის მეგიცანი ხმა. ჩვენ გვაქვს გადაცემა Prime House-ი ქვია, სადაც მონაწილეობას ღებულობენ Prime House-ის მონაწილეები. ამოვწურეთ არა მონაწილეები ამოვწურეთ და რადგან მონაწილეებს გადავედით უკვე სხვა ფორმაზე უნდა იყვნენ სტუმრები ჟიურის წევრები წამყვანები რადგან ყველა მონაწილის დიდი მოთხოვნა იყო რომ პირველი იყო შენ აქედან გამომდინარე გირეკავს შენ რა კარგი დღეს 10 საათზე მაქსიმუმ 1 საათი წაგართმევ დროს მეტი არა მაქსიმუმ 1 საათი გაგრძელდება არა წამართვე კაცო რა პრობლემა ძალიან დიდი მადლობა გელოდები კოცნი მიდი დროებით კარგი დროებით Lizzy! ეხლა ბავშვები ეკეთებენ ბურგერებს. იმიტომ მე უბრალოდ ეხლა ხელს შეუშლი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ხო იცით სამზარეულოს არ უხდება. გადაველოდები ძალიან სასიამოვნოდ და შევაპასე ბურგერებს რა. ეს არის ფარში. ჩერი არის ტირო. ნახეთ როგორ ჭირს და არის ტირო. ჩერი არის ტირო. გიორგი მას სად ჩამიყეთ ტუტლიანი თმები როია? უხდება ბურგერს თმა. მოკლედ მეგობრებო, ალბათ ყველას გაინტერესებდათ რასთან დაკავშირებით წავედი გუშინ სახლში და მინდა რომ ამ თემაზე ზოგადად გავაკეთო რამოდენიმე კომენტარი. ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა ხალხის მხრიდან, თითქოს ანის რაღაცა გავუკეთიან, გავუჩავიჩე. ოთახიდან ჩამოვდივარ, შევდივარ სამზარეულოში და არ შესული მესმის პატრიკის საუბარი, რომ ჩემი გვირგვინოსნები უწერენ ცუდ კომენტარებს სალომეს და პატრიკს. დამიჯერეთ რომ მე და ანის მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს თავიდან მოყოლებული დღემდე, მაგრამ ავღელდი, იმიტომ რომ ვერ მივხვდი ანის დასახელებული მიზეზი, რას ნიშნავდა, რატო დამიწერა და ძალიან არასამართლიანად ჩავთვალე. ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ისწავლა დილით ადრე ადგომა. ამიტომ არ ჯდება ანი ჩემს გემოვნებაში რომ ამ კრიტერიუმებით აფასე. ეს იყო უბრალოდ ანის მიერ რაღაცა ჩემი აზრით ანის მიერ შეთითხმული რაღაცა სტრატეგია და მე ესეთ სტრატეგიებს და რაღაცებს არ მე ვარ ესეთი ადამიანი მოკლედ. აქ ყველა ვართ ერთი და იგივე დონის კონკურსანტი, რომელმაც თავის საქციელზე, თავის სიტყვებზე პასუხი უნდა აგოს და გაითვალისწინოს წინ რა ხდება და რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს. ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე, ნახეთ, არაფერი, არანაირი პროექტი, არანაირი გამარჯვება, არანაირი პრიზი, არაფერი არ ღირს იმათ რომ ჩვენ დავკარგოთ ჩვენი ადამიანური სახეები. მე ეგეთი ვარ, ძალიან ესეთი რაღაცნაირი არ მაინტერესებს, ანუ მე თუ რამის გაკეთება არ მინდა და თუ რაღაცას ვთვლი რომ არასწორია, სულ რომ მამა ღმერთი ჩამოვიდეს ზემოდან და თუ ეს ჩემს რაღაცეებში არ ჯდება, ამას არ გავაკეთებ. ხო და ეხა პატრიკი ხან ახტება, დახტება, გადახტება რაღაცას იზავს და ის როგორ ჩათვლის საჭიროდ, ყველა ესე ვერ ჩათვლის და ყველა პატრიკის ტრაკატურზე ვერ ივლის. რას არის მართალი, იმას ვსაუბრობ და ვიძახი და ვააშკარავებ. მეტი არაფერი. ჩემზე და სალომეზე საშინელ კომენტარებს წერენ, ოღონდ და იქიდან გამომდინარე ვიცით ვარ გულშემატკივრები არიან, რომ ყველა კომენტარს რომელიც ჩვენზე წერია საშინელი, ქვემოთ უწერია ან ძალიან მიყვარხარ. ჩემ გულშემატკივარს ბევრჯერ მივაწოდეთ თორცეც ნახავთ ჩემ ვიდეოს, სადაც ვიძახი რომ ჩემი გულშემატკივარი არ იქცევა ეგრე და თუ შენ ჩემი გულშემატკივარი ხარ და ესე მოიქცევი რომ გინებით ან რაღაცა ეგეთი მიცდე ვიღაცას Not my გულშემატკივარი, you are not. დამტოვე გთხოვ. არ ვიცი ვინ ასწერს, როგორ წერს, ჩემი გვირგვინოსნები არიან მთლიანად ჩემზე გადმორთულები. ცდილობენ იმას, რომ უბრალოდ მე დამიცვან და დარწმუნებული ვარ იმაში, ძალიან კარგად იციან ვინ რას და როგორ წერს. გუშინ
ჩემს გამოწახოდი შენ? არა, შენ გამოწახულ ვარ, არაფერს გამოწახულ ვარ. არა, რატომ მოწახულ ვიყავ შენს გამო? ანი, მაგას ვამბობ, ჩვენ არ გვაქვს ცუდი ურთიერთობა და ძალიან ცუდ კომენტარებს წერენ მით უმეტეს ჩემზე და სალომეზე. და მე ხო იცი არ ვიტყოდი ამას ისე, დარწმუნებული ვარ, რომ წავიკითხე და ყველა კომენტარის ქვემოთ, აი ცუდი კომენტარი რაც წერია, დასასრულს წერია, რომ ანი ძალიან გვიყვარხარ. ამას განავალობ მე რა ცუდ რაღაცეებს წერე. მართლა. და ჩვენ ხო არ გაგვიკეთებია ერთმანეთს ისეთი რაღაცა, არ გვიგინებია, რატო უნდა დაგვიწერონ ეგეთი კომენტარები ან მე, ან შენ, ან სალომეს, არ ვიცი. ან საერთოდ რომელი ის. მიზეზი რა არის, რატო წერე? მე არ ვიცი, ვერ გავიგე საერთოდ ის რის გამო დაწერეს რა. შეიძლება ჩემი აზრით დავაფიქსირე, იმ მომენტში შეიძლება ოცნებ ავფეთქდი. მე მინდა რომ ვიჯდე ისეთ მონაწილესთან, ვისაც ვთვლი რომ ჩემთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ აქ და ჩემთვის მიუღებელია როგორ საუბრობს ის, რა მიმიკები აქვს, რა ლექსიკას იყენებს და მაგის გამო ბოდოში ყველას, იმიტომ რომ არ უნდა ავფეთქებულიყავი. საერთოდ არ მინახე რომ გუშინ. გუშინ არა კაცო, ხმის მიცემაზე გეუბნები. იმიტომ რომ ჩემთვის ისეთი გაუგებარი იყო შენი მიზეზი, ისეთი გაუგებარი იყო რომ ვერ მივხვდი. მე სწორი არგუმენტი მოუყვანა ის რომ დილით არ იღვიძებს. და მაგარ მე არასწორი მომიყვანა ის რომ მე ვსაუბრობდი რაღაცნაირი ჟარგონებით. საუბრობ, მაგრამ ეს ნაღადად არ არის იმაზე სათქმელი რომ მე ფინალში არ შეიძლება ვიყო. რაია! This is a meditation. და ჩაგიშალე ბოდიში წავედი. I'm sorry. I'm really sorry. ნუ შეგაქ კორექტირებები ჩემს კერძებში ვერ ვიტან. როია, აი ხა გიწყოთ, აბა როგორი გინდა? ორმაგი გინდა თუ ერთმაგი? ორმაგი როია შეიძლება. გასასწაულია და ძალიან მაგარია. ანა, ლიზა. გოგოებო. ანა. ანა სად არის? ანას არ შეავჭამეო ესე თქო. ხო, მაგრამ აი საუტანი, აი მიდი. ეს საუტანი გიხვეწები. ერთმაგია, ბევრი არა. თებზე დაუდეს აკონის ხორცია. ეს ხალბატონ ანას. აი აქ დაგიდებ. ძალიან გემრიელია. მე ერთი ხალბატონო ანა. მეგობრებო, როგორც იცით, გადაცემა თამაშის დროას წამყვანი ვიყავი დარჩენილი მარტო მე და მოწყენილად მიმყავდა და ვინ არის ისევ ჩემთან ერთად როი? მოკლედ, ჩვენი თამაშის დროა ისევ გრძელდება, უკვე წავიყვანთ ისევ მე და როი და მიხარიეთ როისთან ერთად, რომ მეტად ხიარული და მეტად უფრო ისეთი პოზიტიური იყო ჩვენი გადაცემა. თამაშის წესები ძალიან მარტივია. 3 ფერის ფურცელი იქნება, 3 დავალება იქნება, გადავნაწილდებით ორ-ორად. თითო ამოღებულ ფურცელზე პირველი არის სიტყვა, მეორე არის მოქმედება, მესამე არის ანდაზა. ამ ყველაფერში ახლა კი ჩვენ დაგვეხმარება ჩვენი სოცმედიის მუშაკი გიორგი. ფურცლები არის 3 ფერი. კი, 3 ფერის ფურცელი. აბალიზი. მოკლედ, გუნდში არის ლიზი და სალომე. გუნდს ქვია კარდაშიანები. ანი და პატრიკი. გუნდს ქვია მარცხენა ბლოკი. ზედა სართული. აი, ძალიან რთული რაღაცა მოვიდა, აი ხა ამის გამოცნობას აუ. უყურე ტელევიზორი. დაპა. Prime House-ის რეიტინგი. ეს რა იყო? უყურე. დრო ამოიწურა. შემდეგი არის კარდაშიანები. მალე, ვიცი დროზეა. მიდი, წაბრი. ის ბუზის საკლავი. ანი, კონცენტრაცია. აი, პოდი, იმ სარცე მანქანა.
სწრაფად. დაფა. აკლე. ვაზა. ანანიაშვილის ფეხები. არა, მარტო მოხუმრობ. რა არის, ვერ ვხედავ. აქ რაღაცა ორი აქ თავისი. სამარ, რადგან? სამბოჭკა. ისა მადუღარა. არა, ჩაიდან. არა, აკაქსის. მიქსერი. სალომემ უნდა აუხსნას ეხლა ლიზა და ნახოთ როგორ მოხდება ეგ ამბავი. პური? სენდვიჩი? ბურგერი? ჰოთ-დოგი. ეხლა ანი უნდა დახატოს და პატრიკმა უნდა გამოიცნოს. მიდი. ჩილა. მაწვნის კილა. ჟავე კიტრის ქილა. სწრაფად დახატე, გავიდა, ეს რა? აუ, ვერ დავხატავ ეგრე მართლა. მოქმედება თან. ეს ხელია. და დაფიქრდი. დომინოს თამაში. არა, ეს რა არის, ხელში რა უჩინავს. ეს არის კუნჯი. ხო. მაგიდი საწმენდი. მეიკაპი, ლისა, სალომე იკეთებს სახით მეიკაპი. ერთი და სამი. ბიჭი, მამრობითი სქესია. გიორგია? პატრიკია. პატრიკია, ოკეი, პატრიკი. პატრიკი, შხაპს იღებს, ხო. აუჩე, ეხა მიხვდებით ძალიან მარტივად. ძაღლი. აჰა. ლიზი. ძაღლი პარავს ჩუსტს. და გადავედით ყველაზე რთულზე. ეს არის ანდაზების გამოცნობა. რაო? დიდა დახატებ თორე. თაღმად ხარა კატე გამოთხარაო. რაც მოგივა, დავითაო ყველა შეითავითაო? ლეკულობის ისტორია? არა. კატა ეს? ვერ გამოიწვა. და ეს ორი ყური აწიაო ბაჭიაო რაღაცება. ხართან დააბიო ანგლეს სიცრუე სამხერხო. გაიმარჯვა მეგობრობა. მეგობრობა, რანაირად გაიმარჯვა, ჩვენ გავიმარჯვეთ. აჩუქარი იქნება ჩვენგან, რომ ყველა წახვალთ კაფეში. მაგრამ მიხარია, ვაი, მე მოცნებობდი. ამი ჩვენი თამაში დროა სრულდება. დაელოდეთ ჩვენ თამაშებს. რა დაწერა? და ეს თაკი ხდებოდა, დაიჭირა. რა დაწერა? Help! Help! დოდია! როგორც იქნა მხიარულება დაგვიბრუნდა Prime House-ში და ყველა მონაწილე ისევ ერთად ვართ, ყველანი ერთად თამაშობთ, ყველანი ბედნიერები ვართ და ყველა მონაწილე ძალიან დიდი მადლობა ამისათვის, რომ ჩამოვიდნენ ჩვენთან ერთად ითამაშეს მე და როისთან ერთად. მადლობა კიდევ ერთხელ. პატრიკ ესე იგი არის დასკვნა რომ ყველა ჩავიცვათ ერთნაირად. მე გათხოვებ ჯინს ხოლმე. ვიწრო მექნება. გეკნება ვიწრო ბიჭო. ეგეთი შრავალი არ არის. ჯინსი ჩაიცვდა და შარეკ. გიორგის უთხარი ჯინსებს ვიცმევთ ყველა. მე და ლიზი მოვიგეთ პრიზი, მივდივართ კაფე ლევილში, მაგრამ მივდივართ ყველა, იმიტომ რომ ამათ იყმიდა რა მოვა და მე და ლიზი დამატებით ბონუსად მივიღებთ კოფეს და იმას, პლიტკას. არშიასწრეთ ხეს. პლიტკა და კოფეო. ალღები ყარდაშიანულად. ავედით. თქვენ არ მოდიხართ უკაცრავად ხო ხდებით? იმიტომ რომ ჩვენ დაგვპატიჟეს და ჩვენ მოვიგეთ. კარგად.
გამარჯობა, მოგესალმებით. ჩვენ კი Prime House-ელი გვაქვს დარჩენილები და ჩვენი შემოსწრებული სტუმრები. ასე გამიტოვეთ, თქვენ შეგიძლიათ წახოთ. აი, დაგიტოვოთ ჩვენ აქტივად. როიალ შენიც. სალომე, ახლა დავარჩიე. აუ, მაგარია. მე შემიძლია გავაკეთო მაიტა. ეს როგორ გავზომო 40 საათიან? ეს რა მაგარი როიალის გაკეთებული კოქტეილოშკა. თამამად ჭამეთ სალატს, იმიტომ რომ ერთებში ჩემი გასარეცხი არ იქნება. დავუწდი. გამიდა, გამიდა. ეს ვაფერზე ვიძებდი. მე გიჩებ და ამ კაფეში იაროთ, რადგან სალატი ცეზარის სალატი არის უგემრიელი. ლაიქ, ჩემ გალაიქ. მოკლედ როგორც ყოველთვის ყველა ადგა, ყველა მურჩა თავის ჭამას, ხატო ესე ყველაფერი თავის ადგილზე და მე უკვე ჩვევაში გადაჭრევ მიჩვეული, უკვე ვიღებ ამ ყველაფერს ვალაგებ და ვიდეო სამზარეულოს იმისათვის რომ დავალგო ეს ყველაფერი დავრეცხო და მე მშვიდად წავიდე სახლში. გამარჯობა. ვა, ეს რისი ცომი არის? აჭარულის. მეგობრებო, ვაცხობთ აჭარულ ხაჭაპურს და აქ უნდა იყოს აჭარა. მე მაგ იდეა. აჭარული თუ არის მზად და მალე მოჩიმის ტრიკის. შევუკვეთო ყველასთვის შოტებს. ხოდა. გამარჯობა, მოგესალმებით. გვერდით დაგხალეთ და მალე ვაპირებთ დასვას. და უკვე გადაჭიქით რომ სანამ წავალთ, ყველა დავარტყათ შოტები. ეს რა არის? მია, ეს რა? ყველა თქვის გამარჯობა აღნიშნე. ძალიანად კარგი დრო ვატარეთ. დინდა როიალ მე. ძალიან ყველაფერი არის იმისთვის რომ თავი იქნას კომფორტი. და აბალეთო. და მაგრად. დიდი მართ სახლში გამიქეცი. დავბრუნდით კარგად ნამხიარულები. ვაჰ, ნასტომები დავბრუნდით ბედნიერები, დანარჩენი მონაწილეები შემოგვიერთდებიან. რაც თავარია, რა უნდა გითხრათ? ვიწყებთ ჩემ გადაცემას Prime House, რომელიც დღევანდელი თავარი სტუმარი იქნება, პირველი სტუმარი, საინტერესო, წარმატებული, პოპულარული, რეიტინგული, ულამაზესი ნუკი კოშკელიშვილი. დავაი, მოვიხოდე. აბა, დაყარეთ ახლა ბალიშები იმაზე, დაჭხედით თქვენი აი, შენ გამოიცვალე, მოიხოდე და არა, ესე დავждები მე პირდა. მოგიმზადებ. მე გიჟები ხო? აღალის კამი თუ დაბალი ჯობია? დაბალი. და მივესალმოთ პირველ სტუმარს ნუკი კოშკელიშვილს. როგორი ლამაზი ხარ, როგორ ცხოვრობ? როგორ ხარ? ეს ოფიციალურად ხარ ჩამოვიდა. ცოტა ნერვიულობ, ხო იცი გამარჯობა. არა, არაფერი არ იქნება ისეთი სანერვიულო, კი. მადლობა რომ პირველი სტუმარი ხარ და შენი ფეხი ვიციო წარმატებული და მგონია რომ ეს გადაცემაც იქნება წარმატებული. მარჯვენა ფეხით მოვედი ასე. ხო, აბა, მზად ხარ? მზად ვარ, ოღონდ ცოტათი ნერვიულობ. არა, არ იქნება რაღაცა ისეთი კითხვები არ იქნება. იცი შენ ცხოვრებაზე მე მგონი ყველაფერი იცის. იქნებ რაღაცები იყოს ისეთი, რაც მაგალითად საზოგადოებამ არ იცის. შენი წარმატების აი ამ გზაზე
რა იყო ის თამამი ნაბიჯი, რომელმა ითამაშა დიდი როლი შენი წარმატების უფრო მეტად წარმატებაში მე რო წასულიყო. აი ეს თამამი ნაბიჯი. რამდენიმე მომენტი იყო, იცი? ყველაზე საინტერესო ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, როცა ვიმშობიერე, გიორგი. და როცა წესით უნდა ალბათ ჩავკეტილიყავი, იმიტომ რომ ძალიან ჩემი თავდაჯერებულობა, ასე ვთქვათ, დავკარგე და იმის ნაცვლად რომ ეს ჩავკეტილიყავი, პირიქით გავიხსენი და ყველას უთხარი რომ ნახეთ. აი ახლა ვიმშობიარე, ახლა მეტირება 24 საათი, ბავშვით წივის და კივის, ორივე მკერდი ძალიან მტკივა, იმიტომ რომ ვაჭმევ 24 საათი და ბოთლსაც არ იღებს. ჩემი ქმარი ისე მაღიზიანებს, რომ შეიძლება დავარტყა თავში და ალბათ ეს ჰორმონებია. და აი ყველაფერი, აი ეს თქვი, იცი როგორ, იმიტომ რომ ვიყავი რაღაცა სტრესში და გადავწყვიტე და ეს ყოფილი სოციალურ ქსელში დავწერე და აი დავწერე და ჩავკეტე, უბრალოდ არ მყავდა არავინ ისთვისაც უნდა მეთქვა. ღამე იყო ამერიკაში, საქართველოში ღამე, ყველას უთხარი და ვიფიქრე რომ დილას წავშლი თქვა ამ პოსტს და დილას დამხვდა რაღაცა 2000 მესიჯი ქალების, რომლებმაც მეც. აი ხა შენ წარმატების გზაზე დარწმუნებულობა ბევრი რთული პერიოდი ქონდა. სულ თავიდან რომ შევიგრძენი ეს პოპულარობა და რომ მივხვდი რომ ტელევიზია ის ადგილი იყო, სადაც მე მსიამოვნებდა, პოპულარობა როგორზე გადავწყვეტ, მე უბრალოდ მომწონდა ძალიან მაყურებელთან უშუალო კონტაქტი და ბრახდა დაიხურა ჩემი გადაცემა და აი სად უნდა წავიდე? აი ახლა რა უნდა გავაკეთე? ყოფილა როცა ამერიკაში ჩავედი და მივხვდი რომ მიცოდე რა გავაკეთე ახლა მე. ყველაფერი დავტოვე, იქ ხო რაღაცას წარმოვადგენდი და ახლა აქ ჩამოვედი და დიასახლისი ვარ. ჩვეულებრივი დიასახლისი, გიორგი, თან არ გეგონოს, რომ რაღაცა ძალიანდი, არა, ჩვეულებრივი დიასახლისი, ჩვეულებრივი ოჯახი და ვერც ერთ ტელევიზიაში მე ვერ მივალ და ვერ მიუკაკუნებ და ვერ ვიტყვი, რომ იცით რა არის, მე კარგად გამომდის რაღაცეები ან რაღაცა. მაგრამ ცდილობები ქონდა შენ ამერიკაში ხო რაღაცებში კასტინგებში ხებულობდი მონაწილეობას. მაგრამ იცი როგორ რთულია და როგორ სულ სხვანაირად ჩანს აქედან და როგორ სულ სხვა არის, იქ დამირეკავს არაერთ აგენტთან და მithქვამს, რომ გამარჯობა, ერთი წუთი არ დამიკეთე. იცით მე აი ეს და ეს გადაცემა წამიყვანია, ეს და ეს გამიკეთებია, ეს და ეს გამიკეთებია და უთქვამთ, რომ მოდი სხვაგან მოიტყვე, ეს თუ გაგიკეთებია, შენ უკვე გეყოლებოდა. აი ზუსტად. არა, მართლა, აი თუ გინდათ გაჩვენებ, დამგუგლეთ და არ აქვს მნიშვნელობა. ისინი არ აგღიქვამენ სერიოზულად. შენ გაქვს ნათქვამი, რომ შენი ნამდვილი სიყვარულის პოვნაში დაგეხმარა ფილმი რეალური სიყვარული. კი. ბევრი ურთიერთობა მქონია ჩემს ცხოვრებაში, მაგის დამალავს არ ვაპირებ. ძალიან ბევრი. აი ხან ისეთი, ხან ესეთი, ხან ისეთი, ხან ასეთი. რაღაცა არ მქონდა წარმატებული ურთიერთობები და გადავწყვიტე, რომ მოდი ვინმე უცხოელს გავიცნობ. აი რატო მინდოდა ეს უცხოელი კაცმა არ იცის, მაგრამ ესეც ხო კომპლექსებია, რომ აი ისეთი, რომელსაც არ ჩემი ფოტოები არ აქვს ნანახი. არც ის არ იცის მე ვისთან ვიყავი, არ ვიყავი, აი სუფთა ფურცელი ვარ. გავიცანი ბენი. რა თქმა უნდა, ეს იყო აბსურდი, არანაირად ურთიერთობა არ გამოვიდოდა, ის იქ არის, მე აქ ვარ და დავიწყეთ ასე მეგობრობა. მე და ჩემი დაქალი ვისხედით და უყურებდით ფილმს რეალური სიყვარული, ყველას ნანახი გექნებათ, ახალი წელი რო შობა რო არის და პრემიერ-მინისტრი რო ცეკოს, ხო იცით? და იქ ერთ-ერთი გენიალური ფილმი. ძალიან მაგარი ფილმი, იქ არის ინგლისელი ერთი ბიჭი, რომელიც იძახის, რომ ინგლისელი ქალები მე არ მომწონს და იღებს დიდ ჩანთას და მე მივდივარ ამერიკაში და მართლა ჩადის იმ ამერიკაში და იქ ხვდებიან სუპერ მოდელები და ყველა გიждდება ამ ინგლისელზე. მოყავს მე ისე ბრიტანეთში ორივე ახალი წელს ღამეს. და აი ამას რო ვუყურებთ მე და ჩემი მეგობარი ბენისგან მომდის მესიჯი, რომ მე მგონი ჩემს ცხოვრებაში შენსავით არავინ არ მომწონებია, ხომ არ მოგიყვანოთ სოლად. გავხედე ჩემ მეგობარს და ვიმეორე, ხომ არ წავიდე ამერიკაში და ხო, მიდი შენ ზუსტად ეგ ხარო და მივწერე ბენს, რომ ხომ არ ჩამოვიდე თქო და მიდიო. ეგრევე ავიღე ბილეთი და ესე წავედი და მომეწონა ბენი ძალიან. მეორე ნახევრისთვის როგორი ხარ? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ურთიერთობებზე. მე ვიტყოდი ასე, რომ პირველი ერთი წელი იყო რაღაც აფეთქებული სიყვარული, მე გქონდა ჩავარდნა, როცა სულ ჩხუბობდით, განსაკუთრებით იცი, შერკინება იყო ჩვენი კულტურული ფასეულობების, რა იმას ასე სჯერა, მე ასე მჯერა და აი ვეღარ უგებთ ერთმანეთს და ეჭიდავებით და უკვე ყველაფერი არავინ არ თმობდა. მე გადავედით იმაზე, რომ რაღაცნაირად დაუწყეთ ერთმანეთს გაგება. მე გაჩნდა ბავშვმა ისევ ჩააგდო ყველაფერი, ანუ აქ უკვე ჩემი ბრალი იყო, იმიტომ რომ ჩემმა რაღაც ჰორმონალურმა ფონმა თუ აიცი აი რაღაცნაირად ცუდად უგრძნობდი ძალიან თავს. მე რაღაცნაირად აი ბენმა გადადგა ის ნაბიჯები, რომ მომისმინა და რაღაცნაირად არ ვიცი ამიტანა და არ მგონი ატანა იყო სიყვარული. ავედით ზემოთ და ეხლა რომ ვფიქრობ ღმერთო რატო ტანჯავდით ერთმანეთს, ეხლა რა კარგია, თურმე შეიძლება რომ უთხრა რას განიცდით. როგორ აღმოჩნდი პრაიმ ჰაუსში.
საიდან როგორ? მე გიყურებდით თქვენ ამერიკიდანვე და ნუ რა თქმა უნდა ახლა საიდუმლო არ არის რომ მე მაქვს ურთიერთობა ყველასთან ტელევიზიაში და სულ ვიძახდი რომ აუ რა მაგარი გადაცემა, რა მაგარი გააკეთეთ და როგორ მომწონს და თან მე ვიცი ეს შეტენვითი ის მაქვს რა მართლა გეუბნები ყველა გადაცემა რაც კი წამიყვანია ყველგან სადღაც შევეტანე. აი ძალიან კარგი ტაქტიკა თუ გამოგდი ძალიან კარგია. ნიჭიერის წაყვანას 10 წელი ველოდებოდი. სადაც დავინახავდი პროდიუსერებს, ყველგან ასე უქნევდი ხელს და კაცი შვილმაზე და შემომხედა და მე რაღაცნაირად ეს იყო ერთ-ერთი ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და Prime House-იც ესე მომწონდა და რა ჩამოვედი მითხრეს რომ ესე ძალიან რომ მოგწონსო და ესეთი ჩართული რო ხარო, ხომ არ გინდა რომ ჟიურიში იყო. აი განსაკუთრებით რა მოგწონს ამ შოუსი, აი ის მოკლედ რო გითხრა. თქვენ მომწონხართ, და მეორე სეზონი რო იქნება ისინი არ მოგეწონებიან. ისინიც მომეწონება, მაგრამ მე მომწონს რომ თქვენ ესეთი გაბედულები ხართ, აი ესე მოხვედით, ასე გულწრფელად არსებობთ ამ რეალობაში. ჩვენ ძალიან მოგწონს რომ შენ ხარ ჩვენი ჟიურის წევრი. თან ძალიან ახლოს ხარ ჩვენთან. სამართლიანის გარდა ხარ ძალიან მეგობრული და ძალიან ჩვენ გვერდში გვიდგა ხარ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ნუ კი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისათვის. მადლობა რომ პირველი სტუმარი იყავი. მადლობა რომ დრო დაგვითმე შენი. პირიქით, მადლობა თქვენ რომ ჩემზე იფიქრეთ როგორც პირველ სტუმარს. ძალიან მე მიხარია და მე ზუსტად ვიცი რომ ეს გადაცემა იქნება ძალიან მაგარი. ძალიან უარ დამჩებობა. როგორ დიდი ბოდი მაგრამ ჩვენ ვაპირებთ შემდეგ კვირას გავაკეთოთ ძალიან მაგარი ივენთი და მოვდივარ. სადაც ჩვენ აუცილებლად იქნები ჩვენი სტუმარი და დამრჩენი. მადლობა. შემდეგი გვეყოლება კესარია. აუ რა იქ. ცოტა უკვე ბომბა ისე მეორენაირი ფორმატით, მე სანოგო გვეყოლება. ნუ კი სასწაულია. მე მომწონს ესეთი რაღაცები, რომ მაყურებელს ვაძლევთ რაღაც ხო ხტები კარგს. აი ეს დაბრჩა ისე. აი საშენი. ყველა მწერს ურსულად ხარა. ეხოსკოპიას რო ვიკეთებდი მუცელზე. და ეს რომ მეუბნება ბიჭია თუ რაღაც. ბიჭია. ფაიმე. ბიჭია. ალო. ხო? კარგად თავად? კი. კი, ყველაფერი კარგადაა, კი. ჩემი სახელით ვინმე თუ რაღაცას იტყვის, პირდაპირ თქვით, რომ გიორგის მიმოწერა გვიჩვენეთ, გიორგი დამაკავშირეთ. ხო, იმიტომ ცდილობენ ჩემი სახელით, ეხლა რაღაცეების ვიცი რომ ცდილობენ ჩემი სახელით და კარგი, ეხლა შემოვალ კარგი. ჩემი სახელით ხალხს მოუწოდებენ ვიღაცებს დაუმესიჯონ. ყველა მიგზავნის იმათ ვიდეოს, იმ ორის გასულების. კიდე მე გავაჩალიჩე. ჰა? კიდე მე შენ ხარ გავაჩალიჩე. გამჩალიჩებელი შენ. ხალხი ბოდის მიხდის გეფიცებით. შეცდნენ ძალიან ბევრ რამეში და იმედია კიდევ ვინმე არ დარჩა ვისაც გონია რომ მე ვიღაცას გავუჩალიჩე, ძალით გავუკეთე და კიდევ ის სიტყვები რასაც მეძახდნენ რომ მოღალატე ვარ, საერთოდ გაქრა ჩემს არემარიდან. კიდე იმდენ რამე საერთება ფარ დაიპროს და ხალხი წერს უკვე არაერთი ჩვეულები მე რამდენი კვირა. თქვენ ბიჭებს რატო არ გიწყობენო ფოტოსესიებს, ჩოხაში და მსგავს სამოსშიო? რატო არ შეიძლებაო? შენ აი ამ ხალხმა აი რას გიწევ? წაიგით არ მინდა გავაჟღერო რა. არ გააჟღერო. აი შენ დავიღალე, ესეთი რაღაცები იქნება საბარაუდოდ. დავიღალე შენ აი წაიგით, აი ეს ნორმალურია, აი ხა რასაც წერე. ნუ ეხლა აი უკვე აი ესეთ ადამიანი ხალხო გაიგეთ, ეგეთ ადამიანს პასუხსაც აღარ გაგცემ. გუშინ აგიხსენით, გასაგებად, პასუხსაც აღარ გაგცემ. აი ბაბჩი აღარ გაგცემ პასუხს. თქვენ ვინ ახართ, ვერ გავი, ქართული არ გესმით თუ რა? რას მაიძულებთ რაღაცეებს? ვერ გავიგე, რას მაიძულებთ? მე არ ვარ თოჯინა, რომელიც შეუძლიათ მათ მართონ ისე როგორც მათ სურთ. შემაწუხეს, აი შემაწუხეს რა უკვე რა. ხალხო, ნუ მწერთ, არ გინდი ვარ სხვას მიწერეთ, გამეშვით რა. ლატარიაში მოგიგეთ ეგეთი ხალხი? ჩემ გულშემატკივართან მაკონტაქტეთ, ვისაც უნდა ჩემთან კონტაქტი. ნუ მიკარგავთ რა ამ დროს და ჩემ გულშემატკივართან ურთიერთობის. გავიგეთ არაკაციდან გავიგეთ თქვენი პოზიცია.
თქვენი აზრია ეს, გამეშვით. დავიღალე რა. მე ყველა მიგზავნის ამათ ვიდეოს, აი ამათ. აი აქ რაღა შუაში ვარ. მე ეს ცალკე ეს გიჟი ამაცა. სიტო წავიდნენ ამ პროექტიდან, რატო ვერ ეგუებიან ამას კიდე ესე? მიყვარ ხარ ძალიან და ხედავ? გამოგხედე. ყველაფერი კარგად არის? მეც მომენატრე, თო. ხოდახვალე მოვალ მალე ეგრევე და ვიჭორავთ ბევრი და ჩაი დავლიოთ მენდეშინ ბევრი. გემრიელი საჭმელი ვიჭამოთ და კიდე ხელით ვჭამოთ პური. და კიდე ჩაიში ჩავაწოთ სუხარი და ისე ვჭამოთ. დილამდე რა ვთხრათ? ბიჭო. ანას რამე სჭირს, რატო არ ჩამოდის ბავშვები ჩვენთან? რამე სჭირს ანას, რატო არ ჩამოდის ჩვენთან? ანა! რატო არ ჩამოდი ხარ ჩვენთან? ჩამოდი. ჩამოდი, სულ მარტო ხარ და მე მაქვს იდეა. რამე სჭირს ანას ხალხო, რატოა სულ მარტო? ერთმანეთი დავახასიათოთ. ორი მაგარი იდეა. მაგრამ აი ეს არის მოვიდა. სელომი. მე გაბოლოია რა დაიწყე. მიდი. როგორ ხდა? საათის მიმართულებით ყველაზე მოდი შენ დაგახასიათებ და ანი დაიწყებ და მოვყვებით ესე. კარგია იგი. ალა. ერთი სიტყვა რომელიც ადამიანმა მოიფიქრა და თვითონ დაიწყე. დაიწყე გოგო. გოგო. დაიწყე გოგო. გაიწყე და გავაგრძელე. მიდი. მე რა ვიცი რა სამობს, თო ჯერ დაიწყოს, თო ჩემ ფანტაზიით რო ვქრებ ეს არა, გიორგი დავახასიათოთ, მაგრამ და შენ დაიწყე. თამაშია, ჩვეულები დაახასიათე. რომ მიხვდე როგორ? ვერ მივხვდი. მიდი დაიწყე. დაიწყო პირველ და გავაგრძელებ ხო? დაიწყე, მიდი. კაი, მაშინ მოდი დავიწყოთ გიორგის ყველა. გინება შეიძლება? ხუბრო. გიორგი და. დავკითხე. მიდი. საგებრიელა. გიორგის ჩემი სიყვარი მოულოდნობა. გინება არ შეიძლება ხუბრო. ჩაძიება. ჩავარ და იუმორი არ გავიცინეთ თან. მე სამი ტელევიზორი. რა ტელევიზორი? აი ტელევიზორი რა, გიორგი ანუ უჩვილი ტელევიზორი. ა ტელევიზორზე უნდა იყოს რა. სანდომის ყლაპი, ბრძოლაში. ანანიაშვილის ფეხები და ლამაზი ხალხი ყოველთვის ჩანს. ფეთქებადი და მრეცხავი ვარდო. ფეირი მაცივარი და მამალი რა ეპატაჟური მართლა ეპატაჟური კოალიციური შეშეთ არა მეცა უყვარს და კლასიკური როიალთან ასოცირდება იესო, იუმორი, მოჩავი და მესამე სიმპათიური. მოწესრიგებული. მაგაფები იყო. აი, როგორ არის? საჯო შავი რა. მე პიროვნებას ვახასიათებ ოთახს არა. აი, ხო. დადებით ენერგეტიკული. შემდეგი არის ანა. ეშმაკუნა. ხალე რომ მიეწובה რა რაღაც. მიმწოლი. საკუთარ თავში დარწმუნებული. მებრძოლი თავისუფალი. კეთილი, ბოროტი, ღრმა ჩაფიკრალა, ჩაფიკრალა. და მეოთხე ხო მებრძოლე, მეც ვიტყვიო მებრძოლე. სალომე არის ერთგუნი და მე ვფიქრობ რომ ძლიერიც. მე ვიტყოდი თავდაჭერებული რა თქმა უნდა. საინტერესო, გულკეტილი. სალომე არის ლამაზი, სექსუალური და ჩაფსკვნილი. ოღონდ კარგად თქვი და ცუდი. აი მხედველობა გაქანი. ვერს დაუწუნებ. ისეთი რა. ანუ ხელს რო ხორციან. ნუ ზოგიერთ მონაწილეს ამ პროექტში განვითარებულმა მოვლენებმა და ზოგადად გაკვეთილებმა ვერაფერი ვერ ასწავლა. ანი, შავთმიანი, შავთვალება, ზაღლუჯეროს ხელში. ჭიპია გახროტილი. ოღა. კაი, გადავიდეთ პატრიქსის. აი, კვიანსაც ვიტყვე შეიძლება. ეგ არის რეალურად. გმადლობთ კიდეც.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ სალომე თუ ყიმილით პასუხებს რაღაცეებს, იმას არ ნიშნავს, რომ მოსწონს უბრალოდ ზრდიდობა არის. მამი მაჩემს რო კითხოთ, ჩაფსკვნილი ქალი ყველაზე სასურველი ქალია და ეხლა ჩემთვის საწყენი არ არის პირიქით ჩაფსკვნილი ქალი, კაი ქალია. პატრიკი. ზრუნველი დედა. მაიმე. ჩემთვის პოზიტიური და ემოციური. უკეთილია, ნამდვილად. ფეთქებადია, ბუტია, მაგრამ ამავდროულად საყვარელია და კეთილია. კაი, ლიზი, ლამაზი, ყურადღებიანი და ძალიან მეგობრული. ბანძიმა ხიჟის სულები გოგო. ასევე. ხო ხედავ რომ შენი არა. ამბავს უთხარ და იუმორი ამი ძლიერი მხარე არ არის. აი, შემიძლია ვთქვა, რომ მიზან დასახული, რა ქვია ქართულად? ეშხი? სწორია? ხო, ეშხია. ლიზი არის პრანკია და ჩაფსკვნილი. არა, უდავოდ მაგარი მხედველობა გაქვს, მოდი ვაღიაროთ. კაცი ჩაფსკვნილობი ვარ სალომე. ვარ ფორმიანი, ქალი, ვარ ხორციანი, so yeah. ის თვითი ჩაფსკვნილი. თუ დააკვირდით მეგობრებო, იასაბნის ფერსაბარძელზე ვსხედვართ ტრიო ჩაფსკვნილები. და როგორ მომწონს ჩაფსკვნილობა? რა? ცუდი რა ვთქვი? არაფერი. ანუ ეს ეგიცით როგორი პონტი არის, როგორც ჩემთან ხოლმე იციან, რომ აი ლაპარაკში, რომ აი სიტყვა ზანგს ხმარობენ და გლიცინში. და რო ატარებს რა ხალხი. მორჩით ეს გადაცემა შესაძლებელი თამაშები. მიწერა უცებ. ჩემი თვითონის 2% არის ბატარეაზე. რაც ნიშნავს, რომ ლოგინამდე უნდა მივახციოთ ორი და დავეცემი შორებში. ხვალ მივდივარ! რასაც? ვიძინებ! ხვალ გველდება ძალიან დაძაბული ლაივი უკვე. მოკლედ, პატრისიამ, პატრიკმა, პაატამ და ასე შემდეგ სხვადასხვა პერსონებმა, რომლებიც ჩემში უხვად არიან და ცხოვრობენ, ყველა ერთდროულად გაიღვიძა და საბრძოლველად რა თქმა უნდა მზად ვარ. პატრიკ, რას მოუწოდებდი შენს გულშემატკივრებს? მოვუწოდებდი შემდეგ რამეს. მე ვარ ძალიან ისეთი ადამიანი და მრავალპროფილური, ცოტა რთული. მე უხერხულობ რომ ვიღაცას რაღაც ვთხოვო და მე მით უმეტეს დავავალდებო მაგ რაღაცები. მაგრამ მე ვარ ძალიან ისეთი ადამიანი რა, ანუ ჩემთვის აი დიდად რო გითხრათ რომ რაღაცა მატერია, არა, ძალიან ნამდვილი, ძალიან ხალისიანი, ძალიან ბედნიერი, რეალურად როგორიც ვარ რეალურ ცხოვრებაში, ისეთი ვარ, აქაც. მაქვს რაღაცა პრინციპები, მაქვს რაღაცა შეხედულებები, შეიძლება რაღაცას არ ემთხვეოდეს, რაღაცა ისე ვერ გავაკეთო როგორც რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვინარჩუნებ რაღაცა აი ამ სინათლის ღერს, რომელიც ჩემში არსებობს და რომლის გარშემოც ვტრიალებ ხოლმე, ანუ ეს მთავარი ჩვენი საწყისი წერტილი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ამას ხალხი ძალიან კარგად ხედავს და თუ უნდა ჩვენს მაყურებელს რომ მე ვიყო პროექტში, იციან რაც უნდა გააკეთონ, მე ვთვლი რომ ვიმსახურებ, აუცილებლად ვიმსახურებ. მე ვფიქრობ რომ საკმაოდ წარმატებით გავართვი თავი პროექტში ყოფნას, იმ გამოწვევას, რასაც ქვია 14 სხვადასხვა ადამიანთან ერთად ცხოვრება და ზოგადად ძალიან საინტერესო ჩელენჯი იყო ეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ნახოთ რა მოხდება. ჩემი რჩეულია, რა თქმა უნდა, იცით ვინც არის, დედი უკენს დაურეკეთ, აუცილებლად მაეგებინეთ და შენ გაგიხარდება რომ აგირჩევენ ხალხო. გამიხარდება, როგორ არ გამიხარდება, ეხლა ეგეთი რაღაც ვიღაცას რო არ გაუხარდეს, მე მგონი ძალიან ალოგიკური იქნება, ხო? როცა ამდენი ადამიანის რჩეული ხდები. მაგრამ ეს ყველაფერი მინდა რომ იყოს სამართლიანად და არ მინდა რომ ვიღაცას თავი შევაცოდო. მე ვარ ბედნიერი მეგობრებო, მე ვარ ძალიან კარგად ჯანმრთელი და თუ გინდათ რომ ესე ბედნიერი ჯანმრთელი და კარგად მყოფი პატრიკი ნახოთ პროექტის ბოლომდე, იცით როგორც უნდა მოიქცეთ, მე სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. გაკოცეთ და ბლოკეთ. სახეს გიმალავთ და მე მაინც იმ ადამიანს დავუდგები გვერდში, ვინც მე დამიდგა აუთსაიდერების დროს გვერდში. ეს არის პატრიკი და შესაბამისად მინდა რომ ეს სიკეთე, რაც მან გამიკეთა, მე დავუბრუნო სიკეთით. და რას გვეტყოდით თქვენ სალომე? თვალებს აპატარავებ. სალომე აბაშე. ფალინდელ ლაივზე მე მაქვს ჩემი გულშემატკივრების იმედი, ძალიან მიყვარს ისინი, ძალიან ცდილობენ, ძალიან მონტომებულები არიან, თუმცა რაღაცები ისე არ ხდება ხოლმე, როგორც საჭიროა. მე შენს ადგილას ვიტყოდი ალბათ იმას, რომ უკვე მეოთხედ ჩდები და ხალხმა გაითვალისწინონ, რომ
სახიფათო არის შენი დაჯდომა ჟურის ხელებში. ამ შემთხვევაში იმ ვერსიასაც განვიხილავ, რომ შეიძლება შაბათს დავტოვო პროექტი. თუ გინდათ მეგობრებო, რომ სალომე დარჩეს პროექტში, აუცილებლად უნდა გააქტიურდეთ და აუცილებლად უნდა ქნათ ის, რაც წინა 3 ლაივის განმავლობაში ვერ მოახერხეთ. ნიშნულოვანია მართლა, იმიტომ რომ თქვენ რომ ნახეთ რომ გავარდით ამაშიდან, ხო ძალიან გეწყინა და ეგ ფაქტი, ამიტომ რომ არ გავარდეს თქვენი რჩეული ეგ იქნება ანი თუ სალომე თუ პატრიკი, ჩააჩერეთ ბოლომდე ხალხი. ნიშნულოვანია, იმიტომ რომ თქვენ უფრო გეწყინებათ, მე ესე ვფიქრობ. ვიცი რომ წინ მელის ნერვიულობა, სტრესი. აზე ხარ ახლოს ხარ ხა ფინალთან? აზე ვარ. ხოდა მოდი მინდა. ჩემო გვირგვინაცნება. მე გეტყვით იმას, რომ მე გრძნობ თქვენგან ძალიან დიდ ძალას და ეს მეამაყება მე და ძალიან მიყვარხარ და ვიცი რომ ჩემს გვერდით ხარ და მე ამას გრძნობ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე დიდი სურვილი მექნება რომ ჩემთან იყოთ და ჩემს გვერდით იყოთ და ფინალში შევხვდეთ ერთმანეთს. თქვენ სამივეს გისურვებთ მართლა სამართლებას, იმიტომ რომ აი ძალიან ახლოს ხართ. ახლოს არიან ძალიან ფინალამდე. ანუ შეიძლება ფინალზე მნიშვნელოვანი იყოს ეს მომენტი. ამიტომ თუ არ გინდა რომ შენი გულშემატკივარი მოხდეს ჟურის ხელში, რეკ ზარი. ახლა მე ნერვიულება. თუ დავრჩი, აი აქ დავდგავ სტენკას. რა არის სტენკა? ზიმკედელს? აგანა დავდგავ სტენკას. ისე არ გიფიქრი რომ შეიძლება SMS ლიდერი გახდე? მიფიქრია კი. რა თქმა უნდა იაქტიურეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს შაბათი. იმიტომ რომ ჟურის ბოლო გადაწყვეტილება არის და იმისთვის რომ შენი რჩეული არ მოხდეს ჟურის ხელში, იმოქმედეთ. მე ეგრე მგონია რომ სალომე გახდება SMS ლიდერი. გიორგი უნდა დამჯდარიყო. ნუ მე ეგრე ვიტამაშები. არა, განა რამე ცუდი მაქვს გიორგის მიმართ. მე ეგრე ვიტამაშები, დავსვავდი გიორგის. იმიტომ რომ ვიცი რომ გულშემატკივარი ყავს ძლიერი, 4 კაცი რო შებით ძლიერი მოტამაშე თუ რაც ყויה, ეგ უნდა დასვა რა. 4 კაცი რო შებით ყველაფერი იმდენად ტაქტიკურად მიდის რომ ეხლა არის რაღაცები, რასაც ვერ იმასიზავ, მაგალითად. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს ხალხი, რასაც მიიღებს ჟიური, შევხვდები ღირსეულად, როგორც შემეფერება და რა თქმა უნდა, ჩემს თანა მესკამეებსაც ვუსურვებ წარმატებას. თუ მართლა უყურებთ ამ შოუს და ზრუნავთ თქვენ მონაცემებზე, დარეკეთ. და ეს კვირაც იწურება. საკმაოდ აქტიური კვირა იყო. გუშინდელს თუ გავიხსენებთ, მივიღე საჩუქრები და მქონდა საშუალება დავაპარაკებოდი ჩემს გულშემატკივრებს. ჰეი! აურა საყვარლები ხარ, ძალიან დიდი მადლობა. დასამახსოვრებელი ფაქტი ის იყო, რომ აუთსაიდერების სკამზე დაждომა, რომელიც იქნება შაბათს ლაივზე. ჩემი აზრით, ამ 4 ხეულში ანი ყველაზე ნაკლებად იმსახურებს რომ იყოს. ეს მოდი მაყურებელმა შეაფასოს ვინ რა კაცია და რას აკეთებს. რა თქმა უნდა. ვირის ბოსი ხდება გიორგი ნაზღაიძე. გიხოცა! არა, გეტყვი მთავარი, აი ეგ. არ ვზივარ აუთსაიდერების სკამზე და ვარ ნახევარფინალისტი. თქვენთან ერთად თამაშის ბოლომდე გემატებათ 2 მონაწილე. ესენი იქნებიან ლიზი ქანიაძე და აი მართლა ისეთი ბედნიერი ვარ და ისეთი გახარებულნი, რომ აი ის რომ გაჭრო გავჭედე და მეთქი სახლში გამიშვე. ეს აღარ მინდა სახლში წასვლა, ანუ ეხა მინდა რომ ბოლომდე ვიყო. ფიქრობ, რომ პროექტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ივენთი გავაკეთე. ძალიან კარგი კვირა იყო.